დილა იმედისა. დილა იმედისა. ნუკა მარგველაშვილთან და ნიკა წულუკიძესთან ერთად. დილა მშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ბატონი მიხეილ საგარელია ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ პირდაპირ ეთერში დავუსვათ შეკითხვა ჩვენ სტუმარს 292 11 88 292 11 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომრები. შეგიძლიათ მოგწეროთ ნომერზე 917778 რადიო იმედს SMS სერვისით უზრუნველყოფს კომპანია SMS-Co, რომლის ტელეფონის ნომერია 21 94 014. კი ბატონო, მოგესალმებით ბატონო მიხეილ. დილა მშვიდობისა ყველას მივესალმები, უსურვებ ბედნიერ დღეს, დილას და დადებით განწყობას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ, ხო? აუცილებლად როგორც შეხვდებით დღეს, ისეც არემართება მთელი დღე. საერთოდ განწყობის თეორია უნდა იცოდეთ ქართველებმა დიმიტრი უზნაძემ დაგუტოვა ფანტასტიკური შრომა და განწყობაზე არის დამოკიდებული უმრავლეს შემთხვევაში ბედიღბალი. ესეც მინდა გითხრათ. რა თქმა უნდა. ბატონო მიხეილ, მე უნდა ვისარგებლო ხა ნოემბრის თქვენ ნიკოლოზ შენ არ გაბრაზდე და არ გამომყვე ხა ამ ამბავზე. არის მორიელების თვე თუ არ ვწდები. აბსოლუტურად. მე მინდა რომ თან რაღაცაშიც გამეხსნა ბედი ხო ხედავ ნიკოლოზ მეც ვარ მორიელი და თუ შეიძლება რომ ორი სიტყვით რომ ჩამოგვიყალიბოთ, რას უნდა ველოდეთ? თუსათავის მორიელები ამ წელს მაინტერესებს, იმიტომ რომ ნოემბერი არის მორიელების თვე და ამიტომ საუბარი? სხვა ნიშნებს რო გავანასკნოთ? სხვა ნიშნებს და ისე ზოგადად და აი, ეგოიზმი მორიელის არ კარგად გამოჩნდა უცებ ორ სიტყვაში, ეხა ხალხო შემოკარგებო. პირველ რიგში მოდით ავნიშნოთ, რომ აქ ბევრია სასაუბრო, ამიტომ დრო არ გვეყოფა ამისა. უბრალოდ ახლა მოდით ავნიშნოთ, რომ ახლა 25 რიცხვამდე საერთო ჯამში პერიოდი არის მნიშვნელოვანი, რატო? იმიტომ რომ მორიელს აქ ერთი სერიოზული პერიოდი, რომელიც 17 რიცხვიდან იწყება. ეს არის გველმჭერის ეგრეთ წოდებული თანავარსკვლავედების პერიოდი. გასტანს მით უმეტეს ესე გველმჭერის ზონაში ხარ დაბადებული შემოკარგო. გველმჭერი ეს არის პერიოდი კოსმიური გამოცდის. ეს გამოცდა გაგვიგზავნება ჩვენ დაახლოებით 26 ნოემბრამდე. და ეს იქნება დაიწყება 19-ში 26-მდე. ყველას თხუ, ყველა ზოდიაქოს ნიშანს. მიაქციონ ყურადღება ამ პერიოდში თუ თქვენ ცხოვრებაში მოხდება რაიმე კარგი საჩუქარს იღებთ ხო სამყაროდან. ესე იგი ეს ნიშნავს რომ სწორად იცხოვრეთ მთელი წელიწადი, სწორ ევოლუციური გზით ვითარდებით. ამ პერიოდებში ხდებით ავად კონფლიქტები გაქვთ, პრობლემები, ტრავმები, ავარიები, სირთულეები, ესე იგი სამყარო გისიგნალებთ. არ ცხოვრობთ სწორ ევოლუციური გზით, დროზე ჩახედეთ საკუთარ თავს, გამოასწორეთ უარყოფითი თვისებები, მოინანიეთ საქციელი, გამოსწორდით და ახლებურად დაიწყეთ ცხოვრება. ამიტომ მორიელი არის დიდი კოსმიური გამოცდელი, გამოცდის ტენდენციების პერიოდია და ამიტომ წინ გვაქვს ეს საგამოცდო პერიოდი, ყველას თხოვ, ამიტომ მიაქციონ ყურადღება 19-26 რიცხვის შუალედს ამ ერთ კვირაში. რა მოხდება თქვენ ცხოვრებაში? ეს პირდაპირ ლაკმუსის ქაღალდია იმისა, თუ რამდენად სწორად ცხოვრობთ. ამის და მიხედვით იღბალი ან გაიხსნება ან არა. მაგრამ მთლიანობაში ეხლა ეს კვირა ძალიან კარგია ყველა ნიშნისთვის, მათ შორის მორიელისთვის. აი ამ კვირაში მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი შესაძლებლობები. შეხვედრები, მოლაპარაკებები, მოგზაურობები, ბიზნეს საქმიანობა, ყველა ნიშნისთვის არის ძალიან კარგი. აი ეს კვირა სანამ დადგება ის ზონა გამოცდებისა, იქამდე სამყარო გვაძლევს დადებით შანსებს. ბატონო მიხეილ, იცით რა მაინტერესებს? მე და ალბათ არა მარტო მე, ძალიან ხშირად გაზეთი იქნება თუ რაღაცა გარკვეულ საიტებზე ვკითხულობთ ამ რაღაცა ყოველდღიურ ჰოროსკოპებს, რომელიც მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან იშვიათად ემთხვევა ხოლმე და თითქმის არასოდეს. ნუ შეიძლება აი ძალიან ზოგადად. თქვენ იმასაც გეტყვით, ბატონო მიხეილ, რომ ჩემი ერთი ნაცნობი მუშაობს ერთ-ერთ რადიოში და ჰოროსკოპის დრო რომ მოდისო ჩვენ თვითონ დავხსნებით დავწერთ. მაგან დაგუპა ზუსტად. იგაც მე მგონი მოწრილი ადამიანები წერენ, იმიტომ რომ მე არ მახსოვს რომ როდესმე დამთხოვნა რამე. აი მაგან დაგუპა ზუსტად შემოკარგება, იმიტომ რომ ამას ჯერ აკეთებდა ერთ-ერთი ცნობილი პიროვნება გვარსა დავასახელებ ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასაწყისში და იქიდან დაიწყო დაღუპვა ამისა და ინტერნეტი დღეს გავსებულია. ხო, საიდან იღებთ ძირითად პროგნოზებს, რადიო, ტელევიზია, საიდან იღებს? ძირითად ინტერნეტი. კაც მარიცის ვინ არის იქ? ავტორი არავინ არ წერს ავტორობას. ამიტომ ნებისმიერ ადამიანს შეგეძლიათ რაღაცა დაწეროთ, სისულელე შეიტანოთ და ვიღაცა გადმოწერს მე და რადიოთი გადმოსცემს. ამიტომ შემოკარგებო, რად მინდათ ამიხსენეთ ესეთი რამ ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ კოლეგებს მოგმართავთ ამ სიტყვით.
არიან ჩვენთან, ჩემთან არ გინდათ, არიან სხვა ასტროლოგები. გააჩვენებთ, გასწავლით, მიაკითხეთ და ესაუბრეთ. არ ჯობია პროფესიონალმა თავისი აზრი გამოთქვას და პასუხი აგოს თავის სიტყვებზე, ვიდრე საიდღანაც ამოკრიბოთ, რაც თუ არა, რატომღაც ხავს, მე გონია რომ ეს ყველაფერი ჩემია. და მე მეკითხები რომ რატო წერთ აქ ასე და იქ გადმოსცეს ისე. როგორ გინდათ ახლა აუხსნათ რომ ეს ყველაფერი ჩემი არ არის. ბატონო მიხეილზარია და შემდეგ გავწევთ საუბარი. დილამ შვიდობის მოგესალმებით. გამარჯობათ. გისმენთ? გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. ერთი კითხვა მაქვს სტუმართან. მე ვარ. ალო. დიახ, გისმენთ. მოგესალმებით, კითხვა მაქვს სტუმართან. გოგონა, გამორთეთ რადიო და ისაუბრეთ, იმიტომ რომ გვიან მოდის სიგნალი და დიახ, უკაცრავად. გისმენთ. იცით რა, ესეთი კითხვა მაქვს. მე ვარ ქალწული, 1994 წელს დაბადებული და სურვილი მაქვს გავიდე, ესე თქვა, მართვის გამოსის ჩასაბარებლად და მაინტერესებს რომელი პერიოდი იქნება ჩემთვის უფრო ხელსაყრელი, ანუ აი და იცით რა, ძალიან დიდი ხანია ეს გეგმაში მაქვს, მაგრამ ყოველთვის რაღაც მიშლის, აი გამოცდამდეს კი ვერ მივდივარ და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როდის იქნება ჩემთვის უფრო კარგი პერიოდი ამის გასაკეთებლად თუ შეგიძლიათ რომ იწეს. კი ბატონო, ესე იგი ახლა ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ, ეს კვირა ქალწულებისთვის არის საკმაოდ კარგი და ამიტომ თუ გაქვთ საშუალება ამ კვირაში დაგეგმეთ და განახორციელეთ. რაც შეეხება იმას, თქვენ წლის მიხედვით თქვენ ხართ ვერთხის წელიწადში. ვერთხისთვის ეს წელიწადი საკმაოდ მძიმეა, ამიტომ ხელისშემშელი ფაქტორები გექნება და საკმარისზე მეტი არ გაგიკვირდეთ. ქალწული გეხმარებათ, ახლა ქალწულისთვის კარგი წელიწადია, ვერთხისთვის ცუდი. ამიტომ გექნებათ რაღაც დადებითი აქედან, რაღაც უარყოფითი ვერთხიდან. მომავალი წელი უკეთესია, ვერთხა უკეთესად იგრძნობს თავს ცხენის წელიწადში, ამიტომ შანსები მოგემატებათ, მაგრამ ხა მომავალ წლამდე კიდე ბევრი დროა. ეხლა მოდით ეხლავე არ გადავდოთ, აი ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენეთ, იმიტომ რომ ეხლა იღბალი ნამდვილად თქვენს მხარეს არის. შემდეგ სვენელს მოусმინოთ დილამ შვიდობის. დილამ შვიდობის, მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონო მიხეილ, მე ვარ ლომი ზოდიაქოს ნიშნით და ვარ 78 წელს დაბადებული და ძალიან წარუმატებელი პერიოდი მაქვს ახლა. ძალიან დეპრესიული და ძალიან ისეთ და რას მეტყვით თქვენ? კი, ნორმალურია ახლა ეს თქვენ დეპრესიისთვის, რატომ? იმიტომ რომ ერთი მორიელი ვერ მეგობრობს ლომთან, დავიწყოთ აქედან, ხო და ლომი ძალიან ცუდად გზნობს თავს, როცა მზე გადის მორიელი ზოდიაქოს და აი ეს პერიოდია ახლა. მეორეც ერთი ცხენის წელიწადში ხარ დაბადებული და მაინც ცხენისთვის რო თქვა ეს წელიწადი გადასარევია თქო წყვილს ვიტყვი. მომავალი წელია ცხენის 31 იანვრიდან შემოდის ცხენის წელიწადი და ამიტომ გაცილებით უკეთ იგზნობთ თქვენ ჯერ ერთი მომავალ წელს თავს ეს ერთი და მეორეც აი ახლა უკვე მოდით ვთქვათ ესე 26 ნოემბრის შემდგომ როცა მზე გადავა უკვე მშვილდოსნის ზოდიაქოში და მშვილდოსანი თქვენი მონათესავე, ლომის მონათესავე ნიშანია, გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს, თქვენ ენერგო ტონუსის მოიმატებს, ემოციურადაც უფრო დამშვიდები და გუნება განწყობაც გამოუჭებესდება, იღბლიანობაც მოიმატებს შემდეგი ერთი თვე, 26 უკვე ნოემბრის შემდგომ, გექნებათ გაცილებით უკეთესი და უფრო წარმატებული. გასაგებია, დიდი მადლობა. მესამე მსვენელი ყოს და ზარები არ ჩერდება და მე მგონი ჩვენ კითხვის დასმას ვერ მოვასწრებთ. დიახ, გისმენთ. გამარჯობათ. დედიკო, მე არ ვიცი ვინა ვარ. ვარ 1936 წელს დაბადებული, 77 წლის ვარ 8 აპრილს. და ვინა ვარ ზოდიაქოს ნიშნით არ ვიცი. გეტყვი, თქვენ აღმოსავლური კალენდრით ხართ ვირთხის წელიწადში დაბადებული და დასავლური კალენდრით რომელი მითხრა თუ გახსოვთ? 8 აპრილი მე. 8 აპრილი, ხო, თქვენ ვერძის ზოდიაქო ხართ, უკვე ესე იგი დასავლური კალენდრით ვერძის და ვირთხის ნაზავი ხართ. ვირთხა ძალიან კარგია, იმიტომ რომ ინტუიციას ამვითარებს საოცრად ადამიანში თქვენში, ხოლო ვერძი ეს არის მეომარი. მებრძოლი, ამიტომ თქვენში იქნება დიდი ენერგია, მებრძოლის სულისკვეთება, მაგრამ მინდა ესეც გითხრათ, რომ მომავალი წელი უკეთესი იქნება თქვენთვის ვიდრე ეს წელიწადი, ასე რომ თქვენ მეომარი ხართ, მებრძოლი და კარგი ორგანიზატორი იქნებოდეთ სხვათა შორის. მსმენელია ისე მსმენელი რა ვქნა, მეც მინდა კითხვის დასმა. დიახ, გისმენთ. გამარჯობათ. მიხეილ, მე ვარ ზოდიაქით მორიელი, 31 ოქტომბერს დავიბადე. 64 წელში. დრაკონის. დრაკონია და იცით რა მაინტერესებს, აი გარკვეული პერიოდი ეს ალბათ წელიწადზე მეტია, რომ ვერ შევარჩიე ჩემი მეგობარი. აი ზოგი არის კურო, ზოგი თხის რქა და რანაირად შეიძლება, რომ აი რა ზოდიაქის ნიშნის
ვთქვათ, პარტნიორი მომიდგება, რომელთანაც შემეძლება საერთო ენის მოძებნა. გეტყვით, მოკლედ გეტყვით, იმიტომ რომ ბევრი დრო არ აქვს და ჩემი პასუხებიც ამიტომ ძალიან მოკლეა ამასთან დაკავშირებით. პირველ რიგში მოდით ავუშვით, რომ მომავალი წელი გაცილებით უკეთესია თქვენთვის დრაკონი და ვირთხა ეს ორი ნიშანი, რომლისთვისაც ეს წელიწადი საკმაოდ რთულია. და ამიტომ ამ წელიწადში შეიძლება კიდევ იყოს რაღაც პრობლემები, მომავალ წელს გაცილებით უკეთ იგრძნობთ თავს თქვენს და იღბლიანობაც მოგემატებათ. ეს ერთი. მეორე, ეხლა როგორც წლის და მიხედვით, მოდით ესე ვხნათ, პარტნიორები არჩიეთ, რომლებიც იქნებიან თქვენზე ან უპროსები, ან თუ გნებავთ უმცროსები, ოღონდ 2 და 4 წელი იყოს განსხვავება, იდეალური ურთიერთობა. არ იყოს განსხვავება 3 წელი. აქ რთულია ურთიერთობა ეს წლების მიხედვით. რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, ძალიან კარგად გზნობს თავს კირჩხიბთან, მორიელი, თევზებთან, თხის რქასთან და ქალწულთან. პრობლემები აქვს მორიელს ტრადიციულად და საომარი ვითარება ლომთან, აქ ვერ უგებენ ერთმანეთს და მერწყულთან. კუროსთან რაც შეეხება მორიელი კუროს ურთიერთობა განსაკუთრებულია, იმიტომ რომ ან იდეალური ურთიერთობა, ან საომარი, აქ საშუალო უბრალოდ არ არის. და არჩემთან ურთიერთობა საშუალოა. შემდეგ მსმენელია და შემდეგ უკვე საინფორმაციოს უნდა დავუთმოთ, რომ გისმენთ? სამწუხაროდ გაიციშეთ ჩვენ ახლა საინფორმაციოს დავუთმოთ დრო და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. დაგველოდეთ. დილა იმედისა. დილა იმედისა. ნუკა მარგველაშვილთან და ნიკა წულუკიძესთან ერთად. დაგიბრუნდით ისე ბატონ მიხეილ ცაგარელთან ერთად ვაგრძელებთ საუბარს ბატონ მიხეილ, მე მგონი ისე არ ჩერდება არც ერთი ტელეფონი, რომ თქვენ ხვალ დილამდე რომ ისაუბროთ კონკრეტულ შეკითხვებზე ვერ მორჩევით. სიამოვნებით ვისაუბრებ, უბრალოდ დრო იყოს. კი ბატონო, ზოგადად ნუკამ კითხვა ვისთვის როგორი პერიოდია, მაგრამ მე მგონი ზოგადად ეს კვირა თქვენ როგორ ვცანეთ ყველასთვის ის ეს კვირა აუცილებლად გამოიყენეთ მაქსიმალურ შეხვედრები, მოლაპარაკებები, ბიზნეს საქმიანობა, კარიერული მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების და პირადი ურთიერთობებისთვის ძალიან კარგია. დედამიწა ეხა დადებით ენერგოველში. ხელს უწყობს ყოველივე ამას. რასაც ვერ ვიტყვი მე უკვე პერიოდიდან, რომელიც შემდეგ კვირიდან დაიწყო. უბრალოდ ამ კვირა დღიდან ეს კვირა დღე არის სავსე მთვარეობის მძიმე დღე. აქედან დაიწყება კოსმიური გამოცდის დაახლოებით ერთკვირიანი მაქსიმუმ ათდღიანი პერიოდი ყველასთვის. ბატონ მიხეილ, აი წეგან ჩვენ საუბრობდით ეს ინიციატივაზე, რომელიც დეტალს კიდე ბოდს ვიხდით თქვენთან, ერთ დეტალს დავამბობთ, როცა მე ვამბობ რაღაც უარყოფითს. არ აგვიქვათ როგორც რაღაც ძალიან ცუდი კატასტროფული პირიქით ასტროლოგიური პრინციპებში ვერც ასე ვინც გაფრთხილებულია შეარაღებულია. ჩვენ ვაფრთხილებთ რათა თქვენ როცა იცით, სწორად იმოქმედებთ ამ პერიოდებისთვის, არ უარყოფით პერიოდში არ დანიშნავთ სარისკო მოქმედებებს, მოლაპარაკებებს, ახალ საქმეებს არ დაიწყებთ, ამით გვერდსოულით, ხო? ამდე გვერდენდენს. ბატონ მიხეილ, მე მინდა რომ ერთი ესეთი კითხვა დავსვა, რომელიც ძალიან ხშირად გვესმის. როგორ არის ეს ასტროლოგია რელიგიასთან მიმართებაში? გადასარევად. ასტროლოგია გადასარევად არის რელიგიასთან, ჩვენი ერთ-ერთი ნაწილია ჩვენი ურთიერთობისა, მუშაობისა, რელიგიური პრინციპები, მათ შორის ლოცვის სისტემა. რელიგიაც გადასარევად იყო ყოველთვის ასტროლოგიასთან, იმიტომ რომ დღემდე იყენებს ასტროლოგიურ პარამეტრებს, მათ შორის იგივე ცვალებადი მარხვის დაწყების დრო გამოთვლილი ასტროლოგების მიერ, თუმცა ამაზე არ ხმაურდება ეს და არ ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ რელიგიას აქვს პრობლემები, ქრისტიანულ რელიგიას ასტროლოგიასთან. ასტროლოგიას არ აქვს, ამიტომ მე ვაზუსტებ. რელიგიას აქვს პრობლემები ასტროლოგიასთან, მიზეზი ამის არის ვატიკანის ზეგავლენა, რომელიც ახდენს დიდ ზეგავლენას მთლიანად ქრისტიანობაზე და რომელმაც შეცვალა მეხუთე რომ 12 რომის პაპი ძალიან დიდი ასტროლოგი იყვნენ, ან ყავდათ საკუთარი ასტროლოგები, მაგრამ ერთ-ერთმა რომის პაპმა იმდენად ვერ აიტანა ასტროლოგია, რომ იგი აგრძელა. ეს შემოიტანა ყველა საქრისტიანო კონფესიაში, საქართველოს შემოვიდა ყველაზე გვიან 17 საუკუნის მეორე ნახევრიდან მხოლოდ ევროპაში უფრო ადრე დაიწყო ბრძოლა ასტროლოგიასთან რელიგიისა და დღემდე გრძელდება. სხვა რელიგიებს, გნებავთ ისლამი, გნებავთ ბუდიზმი, ინდუიზმი, გნებავთ თორა იღეთ ძველებრეული პირიქით გადასარევი ურთიერთობა და ჩვენთანაც ესე იყო. ყოველთვის კარგი ურთიერთობა, დავით აღმაშენებელი, ვახტანგ მეექვსე, გიორგი პირველი არ იყვნენ ქრისტიანები, ბრწყინვალედ იყენებდნენ ასტროლოგიას და იცოდნენ. თამარ მეფე შოთა რუსთაველი, ბრწყინვალე ასტროლოგია იყო, რაზეა საუბარი და ეკლესიები აიღეთ. აგერ აიღეთ თუ გნებავთ სვეტიცხოვლის სამხრეთ კედელი 12 ზოდიაქოს ნიშნით. ასეთივე არის ქაშვეთში. ოღონდ გადაღებულია რუსების მიერ და ჩვენ ვიცით ზუსტად წიგნები გვაქვს, სადაც აღწერილია სად რომელი იყო გამოსახული. ანუ იყო ერთიანობა.
მაგრამ აი ამ ზეგავლენის შედეგად, იდეოლოგიური ზეგავლენის შედეგად, აიგრძალა. დაკენა გამომდინარე, დღეს არის აგრძალვა რელიგიაში, იმიტომ რომ ასტროლოგია წინასწარმეტყველებს, მაგრამ წინასწარმეტყველება ასტროლოგიაში ეს არის წვეთის ზღვაში. ასტროლოგია გაცილებით ღრმაა, ვიდრე წინასწარმეტყველება. ჩვენ არა ვართ ნათელმხილველები, ჩვენ წინასწარმეტყველება ეყრდნობა მხოლოდ პლანეტარულ ზეგავლენას, რაც 40 საუკუნის განმავლობაში ისწავლება და რელიგია არ არსებობდა 40 საუკუნის წინ, როცა ასტროლოგია არსებობდა ჯერ კიდევ. და აქედან გამომდინარე, ეკავშირდება მზის და მთვარის უპირველეს ყოვლისა ყველაზე ძლიერ ზეგავლენას ბიოლოგიურ ორგანიზმებზე. აპრობირებულია 40 საუკუნის განმავლობაში, მაგრამ რაც შეეხება ახლა იმას, რომ ასტროლოგიაში გაცილებით ღრმა ელემენტებია, თუნდაც 12 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც სამყარომ უფალმა გვიბოძა კაცობრიობას 12 ფსიქოტიპი. ელემენტარულად ეს რომ ვიცოდეთ, გაცილებით გაგვიადვილდება ურთიერთობა ერთმანეთთან. ყოველდღე ჩვენ ხვდებით 12 ფსიქოტიპს. და არის ძმა, არის კოლეგა, ხელმძღვანელია, შვილია, როცა თქვენ იცით, მისი აღწერა ფსიქოლოგიური პორტრეტი გაცილებით სწორად მეუდგებით. უფრო ადვილია მასთან ურთიერთგაგება, როცა იცით, რომ ვერძი არის გიჟი გადარეული და შეიძლება უცებ აფეთქდეს. და თხის კამ შეიძლება არანაირი ემოცია არ გამოხატოს, თქვენ უფრო მშვიდად შეხვდებით ამას. როცა ეს არ იცით, თქვენ აღშფოთებული ხართ, რომ რა არის ეს, რას აქციელია. უკვე კონფლიქტი ჩდება. გესმით, ამიტომ ასტროლოგია არის ჩემი აზრით. დამხმარე ყველა ადამიანისთვის, მე მაგათ სკოლაში შემოვიდოდი. მაღალ კლასებში, რომ ადამიანმა კარგად ისწავლოს ერთმანეთის ფსიქოტიპი. მე მაგალითად, როცა ვასწავლი სამედიცინო აკადემიაში სტუდენტები მყავს მეორე კურსზე, ყველა ზოდიაქოს ნიშანი ვიციზებიროთ. და ძალიან კარგად მეხმარება ეს იმაში, რომ შევიცნო ის სტუდენტი და სწორად დავამყარო ურთიერთობა. ნუ მაგალითს გეტყვით, მაგალითად, თევზების ზოდიაქო ისეთი ემოციურია. მე თუ ტონი ავამაღლე, რაც იცის ის დაავიწყდება და ვერ მიპასუხებს. მაგრამ ტყუპებთან სულ სხვა მუშაობაა საჭირო. ტყუპებთან მე თუ სწრაფად არ მივაყარე ძალიან საინტერესო ინფორმაცია, იმას ვერ გააჩერებ, ჭორეკანა და სულ ლაპარაკებს და ხელშეგიშლის. გესმით? ანუ ვერ უნდა ნახოთ ვერძის პოზიცია. ვერძი ყოველთვის ჯდება წინამერხს. ტრადიციულად ლიდერია და თავიდანვე გამოხატავს თავის პოზიციას და ლომი არასოდეს არ ჯდება წინამერხზე, ჯდება სულ უკან. ოღონდ ჩემსა და აუდიტორიას შუა, რომ აკონტროლოს ორივე. მეც და ისინის მეფეა. და მეფური ელემენტებია ისე კარგად ჩანს ეს სტუდენტებში. მორიელთან დიდი ბრძოლა მაქვს. ტრადიციულად, იმიტომ რომ მორიელის ხასიათი ვიცი რა, მორიელს პირდა მეუმარია და თან უყარს კახური ფსიქოტიპია. ღია ტექსტით ველაპარაკები მორიელს პირდაპირ ვეუბნები. მიპასუხებ, სამართლიანობას დავიცავ, გექნება კარგი. არ მიპასუხებ, წენა, ბუღმა, შური არ იყოს რას თქვენთვის დამახასიათებელი, იმიტომ რომ აქად მაშინ შენ დაარღვევ სამართლიანობას. აი ამაზე რომ დავიჭერ, მე უკვე ვეღარ იბოღბება ჩემზე, როცა არ იცის იღებ თორეზე. ეს არის ეთერში დილამშვიდობის. გამარჯობა. ბატონო მიხეილ, რა განსხვავებაა წითელ ძაღლის წელიწადში დაბადებულ ადამიანსა და ჩვეულებრივი ძაღლის წელიწადში დაბადებულ ადამიანს შორის? საერთოდ რას ნიშნავს წითელი? ბატონო, რა გიხსნით? ძალიან კარგი კითხვაა. ესე იგი, მე მინდა გითხრათ, მეორე მცენასაც ხარ მოусმინოთ და ერთად უპასუხოთ თუ როგორც მეტყვით. დიახ, გისმენთ? გისმენთ, დილამშვიდობის. გამარჯობა. მე გახლავართ ჰოროსკოპით ლომი, რომელიც თხის წელიწადში ვარ დაბადებული და მეუღლე მყავს ქალწული, რომელიც ცხენის წელიწადშია დაბადებული და რაღაც სირთულეებს ვაწყდებით ურთიერთობაში თან საკმაოდ და თუ არის რაღაც თქვენ გასაღები რა ან სტრატეგია, რასაც შეიძლება რომ უშუალოდ ან რაღაცა ისეთი რითით ვერ ეწყობიან ეს ჰოროსკოპები რომ მირჩიოთ ბატონო მიშა. ცით რა ცოტა რთული ახლა ესე უცებ აქედან რომ მე ეს სერიოზული სამუშაოა თქვენ შორის მინდა გითხრათ რომ ანტაგონისტი ნიშნები ხართ ერთად შეღრილი და აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისება გაქვთ. ქალწული ხარ რამდენადაც არის ძალიან ყაერათიანი მოთმენი იმდენად ლომი შეიძლება იყოს სულსწრაფი და უყაერათო. აქ უკვე პირველი დისონანსი შემოდის. ქალწული ძალიან შრომის უნარიანია ლომის ზარმაცია მაგალითად ხო და არის ბევრი ესეთი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებები. აქ საჭიროა რა მე მაგალითად გირჩევთ რომ წაიკითხოთ ორივე წიგნი, მაგათ არის ჩემს მიერ გამოშვებული წიგნები ლომზე, თუნდაც ქალწულზე კარგად შეისწავლოთ ერთმანეთის ფსიქოტიპი, იპოვოთ რა არის უარყოფითი, რა არის დადებითი და იქ სადაც დადებითია, აი გქონდეთ მეტი საერთო ურთიერთობა. დავშეთ ერთობლივად იმოგზაურეთ, ორივეს უყვარს, გადასარევია. შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობაც იყოს, ოღონდ სადაც ლაპარაკია უარყოფითზე, სადაც თქვენ შეიძლება დაეჯახოთ, მაგალითად სულსწრაფობის ელემენტში თუნდაც ან ფულთან მიმართებაში, აქ მოდი ცოტა კომპრომისების გზა იპოვეთ, რომ შეძლოთ რაღაცაზე თვალის დახუჭვა. სხვანაირად, იმდენად განსხვავებული თვისება
დაწესებებია თქვენ შორის, რომ აქ პატარა წვრილმაზეც გეკნა მით უმეტეს აი ქალწული მეწვრილმანია, მაგათ ყველა დეტალს ამშნევს. ლომი პირიქით ძალიან კეთილშობილია, წვრილმანი მისთვის საერთოდ არაფერი არ არის ცხოვრებაში. აქაც კი შეიძლება დაეჯახოთ. ამიტომ როცა ქალწული რაღაც წვრილმაზე დაიწყებს რაღაც ლექციის კითხვას თქვენთვის, მოდით გაატარეთ რა. ნუ დაეტაკებით ამას. ეს ახლა ამიტომ ვინმე ახლა რადგან ცოტა მაქვს დრო, ამიტომ ბევრს ვერ გესაუბრებთ, მაგრამ ეს სერიოზული სამშობლოა. და შეეხება ახლა ძაღლთან და წითელ ძაღლთან დაკავშირებით, ესე იგი ფერები ჩვენ გვეძლევა საიდან, სტიქიებიდან. ზოდიაქოს ნიშნებს მართავენ სტიქიები და ამიტომ ცეცხლის სტიქიის მართველი ფერი არის წითელი და როცა ჩვენ გვაქვს აი მაგალითად 12 წელიწადში ერთხელ მოდის ძაღლის წელიწადი ხო და 12 წელიწადში ერთხელ მოდის რომელიღაც გარკვეული სტიქიის მაგალითად ცეცხლის სტიქიის აი იმ პერიოდში დაბადებული ძაღლის წელიწადში დაბადებული ადამიანი სწორედ ითვლება წითელი ფერის ანუ იქნება უფრო აქტიური ენერგიული მაგრამ როცა მოდის წყლის სტიქიის ძაღლი შემდგომ 12 წლის შემდგომ ის იქნება უფრო ემოციური, უფრო მზნობიარე, უფრო რბილი ხასიათით. აი მას შეიძლება დავარქვათ მწვანე ფერის მაგალითად. აი ფერს გვაძლევს სტიქია და რასაკვირველია ეს ხასიათზეც ახდენს გარკვეულ ზეგავლენას. სადაც არის წითელი ფერი, ისეთი ადამიანი უფრო აქტიურია, ენერგიულია, მებრძოლი და შეუპოვარი. მოკლედ მე მგონი ამომწურავი პასუხი არა, ამომწურავი აქ ვერ იქნება, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ინფორმაცია, ეს არის ძალიან მოკლე გამომდინარე საერთო დროდან მხოლოდ პასუხი. სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილმა დრომ უცბად გაერბინდა კადაფჩახარა. არაფერი ხახამშრალი. და ჩვენ ვიქტორინა უნდა გავათამაშოთ. შეიძლება სხვა დროსაც გავაგზავნოთ, კი ბატონო. დიდი მადლობა რომ მოგწადეთ ჩვენთან. მართლაც საოცარი მოთხოვნაა თქვენზე და აი ასეთი რამე ყოველთვის მზად ვარ. დიდი მადლობა ბატონ მიხეილ ცაგარელი იყო ჩვენთან სტუმრად. ჩვენ ახლა ვიქტორინას დაუთმობთ დროს. Thankswiti, Thank Farmasgan, წარმოგიდგენთ დილის ვიქტორინას. Thankswiti, ბუნებრივი გზით მიღებული შაქრის შემცველი პროდუქტი. არ შეიცავს ფრუქტოზას, ლაქტოზას და გლუტინს. Thankswiti, ინოვაციური და ნატურალური სიტყვა არა მხოლოდ დიაბეტით დაავადებულთათვის. Thankswiti, Thank Farmasgan. შეიძინეთ ფარმადეპოს აფთიაქებში. დაგიბრუნდით ჯირფასო რადიო მსმენელებო და ახლა ჩვენს ეთერში ვიქტორინის დროა. ვიქტორინას წარმოგვიდგენს Thankswiti ბუნებრივი წარმოშობის ინოვაციური შაქრის შემცველი პროდუქტი, სასიამოვნო ტკბილი გემოთი, შაქრის მსგავსი სითბოთით, რაც თავია დაბალკალორიული, რომელიც არ შეიცავს ფრუქტოზას, გლუკოზას და გლუტინს და ვარგისია დიაბეტით დაავადებულთათვის. ყურადღებით შეკითხვა. რომელი ჯირკვალი გამოყოფს ორგანიზმში ინსულინს? დაგვირეკეთ 292 1188 292 1189. რომელი ჯირკვალი გამოყოფს ინსულინს? აი ეს არის ჩვენი შეკითხვა, ჩვენ უკვე მსმენელი ყავს პირდაპირ ეთერში, მე როგორც მათყობინებენ და დილამშვიდობის გისმენთ. დილამშვიდობის გისმენთ. უჩქეშა ჯირკვალი. არა, სამწუხაროდ არ ხართ მართალი, ჩემო ბატონო ნუკა, კიდევ ერთხელ ამოიკითხე შეკითხვა. რომელი ჯირკვალი გამოყოფს ორგანიზმში ინსულინს? 292 1188 292 1189. გისმენთ დილამშვიდობის. დილამშვიდობის. ფარისებრი ჯირკვალი. არა, სამწუხაროდ თქვენი პასუხი არ არის სწორი. 292 1188 292 1189 გახლავთ ჩვენი ტელეფონის ნომრები. გისმენთ? გისმენთ? რომელი ჯირკვალი გამოყოფს ორგანიზმში ინსულინს? გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ? პანკრეასის ჯირკვალია სწორი. აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. იცით რა ნიკა? დიახ. ვისაც სჭირდება წაიღოს ეს საჩუქარი ასე რომ ვთქვათ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. კარგად ბრძანდებოდეთ, ჩვენ გემშვიდობებით, ჯირფასო რადიო მსმენელებო 4 შაბათამდე. ნახვამდის. კარგად იყავით.